მოვედი ახალი ვლოგით. დღეს არის 5 ივლისი. არის შაბათი და მივდივართ მარშალში, რომ ბავშვს ვუყიდო მოკლებკლავიანი რამოდენიმე ცალი ბოდე და წავიდეთ ერთად. მეტესკენ. მე არა, მე 17 და რო გადადის გზა. დიდი ხიდი არის მაგაც. მოვედი მარშალში. უცებ სანამ ბავშვების სექციასთან მივიდოდი, გადავხედე მაინც ყოველი შემთხვევისთვის ჩემთვის იქნებ რამე სარაფანად თქო მაინც რა. ძალიან კარგი არჩევანი იყო სიმართლე გითხრათ, მაგრამ მე რავი გადავიფიქრე. ძალიან მინდოდა რომ უფრო მეტი კადრი გადამეყო მაღაზიაში, მაგრამ ისეც ხელოდა და იმდენი ხალხი იყო, რომ აი ფიზიკურად მართლა აღარ მქონდა იმის თავი, რომ თან ტელეფონი ამეღო ხელში, თან გადამეღო და წუხვარ ძალიან. კარგი იქნებოდა, ნახეთ რა ლამაზია ნაქსოვი ზემოდან და ქვემოთ ნაჭერი. როგორც ნახეთ, დიდი ვერაფერი ვერ გადავიღე. შანსი არ მქონდა ბავშვებო, აი შანსი არ მქონდა, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო იმაში, რა ქვია, მარშალში, იმიტომ რომ შაბათია დღეს და ყველას ცალია და ყველა შოპინგობს შაბათ-კვირას და აი ძალიან კილომეტრიანი რიგი იყო, ანუ აი ძალიან დიდი რიგი იყო და შანსი არ იყო იმ მაღაზიაში რომ გადამეღო რამე წესიერად, ამიტომ მაპატიეთ, მაგრამ სამაგეროდ განახევთ რა შევიძინეთ. $118. $100 მქონდა გათვლილი, მაგრამ 118 დაგვიჭდა. ახლა მოვედით ერთი 10 წუთია, ფარდა არ მაქვს, გარეთ ხასოსონ და ხვალედილით დავკიდებთ. აი მე როგორ დავიღალე. Так. დავიწყოთ ჯერ ბარიათი. ეს არის ბავშვებო. ექვს თვემდე ბოდე, რომელიც ღირდა $8. 6 თვემდე არის ესეთია და ესეთი მოკლებკლავიანები დავუმატე. შემდეგ ესენი ღირდა $6, 2 ცალია, 3 ცალი არისო? 3 ცალი ღირდა $6. ესეთი სამიცალი ღირდა 6. ამათაც რა თქმა უნდა გავრეცხავ და გავაუთოვებ თქვენთან ერთად. ან თქვენს გარეშე არ ვიცი ვნახოთ. ეს არის 0-დან 3 თვემდე
ხელია, არ არის სქელი, თავისი ყავისფერი ქუდი მოყვება, ძალიან მიყვარს ესეთი ყავისფერი. თლიანი ბოდეა. ელვა შესაკრავით. ჟირაფი ლომის პირო ახატია ზებრა. ესეთი ეზრი და 7. 7. კიდე შევუძინე. ესენი 3-დან 6 თვემდეა. ეს ღირდა $6 და არის 3 ცალი. ესეთი და ესეთი. ესეთი 3 ცალი. ეს ბავშვს. ახლა დედიკომაცი ყიდა თავისთვის. საროჭკები. გრძელი საროჭკები. როგორ გამოჩნდება რა ტილოსი. ესეთია ბავშვები და გრძელია. ესეთი ცისფერი. ზუსტად იგივე, ოღონდ ხო ზუსტად იგივეა კი. ვარდისფერი. გრძელი. ეს უკან ბეჭებზე ღილებიცა ესეთი. ეხლა რო ჩავიცმევ რა. მთელი ორსულობა და სექტემბრამდეც რო ჩაიცმევ რა. ერთი ცალი ღირდა ეს $17. ცისფერი და ვარდისფერი. ასევე კიდევ ერთი ზედა. ეს ღირდა 25. ეს სტილოსია. მე ხო იცით ყველანაირი სინთეტიკა რაც მქონდა გარდირობში გადავყარე. აბსოლუტურად დავიტოვე მხოლოდ რაც მაქვს ბამბა და რაც არის სტილო და აღარ ვაპირებ თუნდაც შეინიდან როცა გამოვიწერ არანაირი სინთეტიკის გამოწერას ყიდვას, იმიტომ რომ ჯობია რომ არ იყიდო საერთოდ. თუ იყიდი, ამას ცოტა 27 წლის ასაკში მივხვდი, მაგრამ თუ იყიდი, უნდა იყიდო კარგი და ერთი რა სიტყვაზე. ეხლა დღეს შევიძინე ესეთი ტილოს ესეთი ძალიან ლამაზი ზედა. კოხტა და ლამაზი ესეთი. მესამე და ეს უბრალოდ ამის ფასი არის $10. ეს არის სახლშიც და გარეთაც კაცო. ესეთი ბრეტელებიანი. წვრილ ბრეტელებზე მიყვარს ესეთი ზედა. სანამ დაგემშვიდობებთ, უცებ გამახსენდა კატერინა კატოს კომენტარი, რომელიც ახლა ამოვარდება ეკრანზე და დარწმუნებული ვარ, რომ მიყურებ. დაასტოპეთ ეკრანი და წაიკითხეთ რა მომწერა ამ ადამიანმა. ახლა მე ამ SMS-ს წაკითხოს აღარ ვაპირებ. ლაივიც მქონდა წინაზე და ვუპასუხე კიდევაც იქ და აქაც მინდა გიპასუხო, ვაი და იქნებ ლაივში ვერ მოისმინე პასუხი. პირველ რიგში მე შენ გაგეცი პასუხი კომენტარებში, მაგრამ ძალიან თავხედი და უზრდელი ადამიანი ხარ და ზოგადად ამხელა განცხადებას რო უკეთებ ადამიანს, ამხელა იმას უშუალებ კომენტარს. Google ყველას ტელეფონში მოგვეძიება და დაგუგლე რა, სანამ რაღაცას წამეტლიკინები. შენ და შენაირები სანამ რაღაცას წამეტლიკინებით დაგუგლეთ და მოიძიეთ ინფორმაცია. როგორი დახოდი აქვს უსაბუთოს ამერიკაში როცა ბავშვს აჩენს შენს პატრონს შენსას მე ესე გეტყვი იმ ყველა ადამიანის დედაც ვატირე ესე ვიტყვი ვინც ფეხმძიმედ რჩება ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში არ აქვს მნიშვნელობასად იმიტომ რომ რაღაცა პლუსები დაიწეროს საბუთებში ეგეთი ადამიანის დედა ვატირე ყველას თუ იმ ახლა მიყურებთ ეს ერთი
და მერე მეორე არანაირი პლუსი არ ეწერება უსაბუთო მშობელს ჯერ არ ვიცი მიცემენ თუ არა ჩემშვის მოქალაქეობას ეს არავინ არ იცის ამას ერთ თვეში გავიგებ მაგრამ არც ერთ თვეში მაგრამ ამას მე ამით არაფერი პლუსი არ მეწერება შენ დეგენერატო შენ დახოდების დედაცვატირე კიდე რა ეს ერთი და არანაირი პლუსი ერთადერთი პლუსი აქვს ბავშვს რომ ბავშვია მოქალაქე და ბავშვს აქვს უფლება რომ დარჩეს ამ ქვეყანაში მე თუ დამადეპორტებენ ახლა ჩემშვილს მე აქ არ დავტოვებ არასდროს რა სისულელია ხო უბრალოდ ქვეყანა გთავაზობს რომ მოქალაქეს დარჩენის საშუალება აქვს მაგრამ მშობელს არანაირი საშუალება არ აქვს თუ სასამართლო ვერ მოვიგე არანაირი საშუალება არ მაქვს რომ მე ამ ქვეყანაში დავრჩე ეს ქვეყანა შენ არ გითვალისწინებს ეს ქვეყანა ითვალისწინებს ამ შემთხვევაში ასეთ სიტუაციაში მოქალაქეს მხოლოდ თუ მიცეს მოქალაქეობა შეთავხედო უზრდელო ქალო კაცო რა ვიცია იმედია ქალი ხარ კატო კატერინა ხარ და რა ვიცი ხო და ჩემს სიტყვებს თუ არანდობი შენ და შენაირი გაუნათლებელი ხეპრეები დაგუგლეთ ან ChatGPT-ს კითხეთ ბოლო ხო შეეკითხეთ რა პრივილეგიები აქვთ მშობლებს რომლებსაც არ აქვთ საბუთი დახმარებებს რაც შეეხება ბავშვს დახმარებებია და ბიჭო ბავშვს შეიძლება მიცეს საჭმლის დახმარება შეიძლება რაღაცა ფინანსურად არ ვიცი ჯერ როგორ ხდება გამოცდილება არ მაქვს მაგრამ რომ მიცემენ მე რა მე შევუჭამ საჭმელს შევუჭამ თუ ფულად დახმარება ქეშად არავინ არაფერს არ მიცემს ბავშვს უბრალოდ შეიძლება რაღაცა ჰუმანიტარული დახმარებები იყოს ან არ ვიცი ისიც არ ვიცი რა არის და როგორ არის რა დახმარებები აქვს ბავშვს ბოლომდე რაც ეგ არ ვიცი ერთი ვიცი რომ ბევრი საბუთი ჭირდება რომ ეს ყველაფერი მოაგვარო რა რაღაც დახმარება ბაღში დაფინანსება ვიცი რომ შეიძლება მიიღოს და ასე შემდეგ მაგრამ მე და ჩემს ქმარს და ლილეს ეს ჩემი პატარა ვერაფრით ვერ დაეხმარება შენ კიდე გეტყვი რომ სანამ ენას წაატლიკინებ ხოლმე უზრდელო მანამდე დაგუგლე რაღაცეები გაიკითხე გამოიკითხე ინფორმაცია მოიძიე და მერე წერე ბოღმიცავსე რო ხარ ბიჭო ბედნიერებას გისურვებ რომ იქნება ვეღარ მოიცალოს ხისი ცხოვრების საქეკად შეთავხედო შენ დახვედი შენს პატრო შენს თავხედო შენ მე ამას ხვალ პლიაჟზე გავიკეთებ და ბავშვო გავაჩერ მე დახოდები ერთად დავითვალოთ ხოლმე მე და შენ შემდეგ მედალილემ გადავწყვიტეთ რომ მეორე დღისთვის ოკეანეზე უნდა წავსულიყავით მაგდასთან ერთად და მის ვაჟკაცთან ერთად და გადავწყვიტეთ რომ გაგვემზადებინა ბლინები არა ალადები არამედ ბლინები თხელი ბლინები იქ რომ თან წაგვეღო საღამოს გადავწყვიტეთ რომ დილით აღარ გვეწვალა მერე სიცხეში ხო და ლილეს უყვარს როცა მიქსერი თვითონ საქმოსნობს და ყოველთვის თვითონ თქვებს ხოლმე ბლინების მასალას მე ყველაფერს ბავშვებო თვალის ზომით ვყრი იმდენად დაზეპირებული მაქვს უკვე ვიცი რა რამდენი უნდა ვუქნა და დარწმუნებული ვარ სწავლაც არ გჭირდებათ ყველა მიცით თხელი ბლინების მომზადება როგორ ხდება მე ვაკეთებ ხოლმე რძით ან მაწვნით ამ შემთხვევაში მაწვენი არ მქონდა და გავაკეთე რძით როცა მაწვენი მაქვს ვაკეთებ მხოლოდ მაწვნით ვთქვეფავთ და ვთქვეფავთ წინ ცოტა დაგვეყარა არა უშავს წინ ჩემი ტელეფონის ბრუნი დევს თუ დააკვირდით გამიტყდა ტელეფონის ბრუნი მხოლოდ ეკრანი საღია სალამათია მხოლოდ ბრუნი გატყდა ჩემო ძვირფასებო რომელმაც ძალიან დიდხანს გაძლო 7 თვე ალბათ არა მეტი 7 თვე კი არა მე-9 თვეში ვარ ფეხბურთზე და ეს კიდე არ ვიყავი ფეხბურთზე რო დავაკარე არა მეტი ხო ძალიან დიდხანს გაძლო მინდა გითხრათ ესეთი ბრუნი იყო გვერდიდან რო არაფერი არ ჩანს რა ტელეფონში დაბურული და კარგად გაძლო და ეხა არ ვიცი ახალს როდის გავუკეთებ არ ვიცი ესე მხოლოდ თქვეფაში მეხმარება ხოლმე ლილე საკმაოდ ბევრი გამოვიდა ამას ნახავთ თქვენ მერე ძალიან გემრიელიც შაქარს ბევრს არ უშვები ხოლმე ნუთელაც უნდა
წაგვეღო პლიაჟზე, მაგრამ დამავიწყდა სამწუხაროდ. ანდრიასაც და ლილესაც ძალიან უყვართ ნუთელით ბლინები. ხო და დამავიწყდა ნუთელა, მაგრამ კენკრა ყველაფერი წავიღე, მარწყვი, მოცვი, მალინა და მარწყვთან ერთად ჭამეს ჩვენმა გურიტებმა, ჩიტებმა და ბარტყებმა. აი ესე მოვშვით ათქვეფას და გადავიდეთ უკვე ცხობაზე. Yeah, bro. Over. Excuse me. მოდი გაგიხსნა. სოსოსთანი. მიდი ანდრია შეინც. მიდი სოსო მოგეხმარება, მიდი. არ შეგეშინდეს, მიდი. ნუხტუნაო ბანდია. კარგი. დაიძაბოს არის მოსაქმე არა უშვებს. რა არის ანდრია? ხათრი. всё, ხო გადაიღეთ ვადრა, всё.
Good job, good job. Andrea. Nela. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი მზის განდამცავი მისვია სახეზე, თქვენთან არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ თურმე ლოყებზე ავწითლებულ ვარ. არ მინდოდა, მაგრამ ვერ გავეკეცი ამ ფაქტს. ძალიან კარგია. ვეცადეთ ისეთ პლაჟზე მოსულიყავით, სადაც ბევრი ხალხი არ იქნებოდა, თუმცა კვირაა და ბუნებრივია, რომ ყველას ძალია ამ დროს და ასე თუ ისე ხალხი არის. თუმცა რა შედარება მთავარი პლაჟებისგან, მთავარ პლაჟებთან შედარებით ძალიან ცოტა ადამიანია. ადამიანების პრეტენზია არა გვაქვს, უბრალოდ უფრო კომფორტულია, როცა ნემსი ჩასაგდები ადგილი არის. იმედი მაქვს კამერა ძალიან გასაწმენდი არ არის. ვერ ვხედა. აი ესე ვცდილობ, რომ დღეს ცოტა გავმუხდე, მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ ერთი მოსვლა საკმარისი არ არის. თუ რუჯი გინდა. ლიკას ფიქრებიდან ამ მომენტში ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა ჩემი მუცელი ამხელა რომ არ იყოს, რომ შემეძლოს ბეჭებზე დიდხანს დაწოლა, ასევე მუცელზე დაწოლა. ძალიან კარგი იქნებოდა რომ საცურაო კოსტუმი მეცვას და შემეძლოს ადამიანურად რუჯის მიღება, მაგრამ წელს ზაფხულში ეს ყველაფერი გამორიცხულია, მომავალ წელს კიდე კაცმა არ იცის როგორ იქნება. 1 წლის ბავშვთან ერთად
როგორ შევძლებ რუჯს მე არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო ჩემი არჩევანი. რა თქმა უნდა ეს იყო ჩემი არჩევანი. არა უშავს წელს რუჯის გარეშე რამენერად ვიცხოვრებთ. რა გინდა? სახლი გინდა? ხო, წყალში აღარ ჩახვიდე, ხა ეცადე რომ აქეთ იყო ნაპირზე. მაგრამ მე მინდა რომ საფრთხე გავაკეთო. გააკეთე დედა. მაგრამ ვაერა. რატო? ამის პროექტ გავაკეთე. აბა რითი უნდა გააკეთო? ეს ბოქსი არის და ეს ხალხი შეკროალი და ეს ხანდრა სმეთლე კითხა ვერ გავიგედე. ChatGPT-ს კითხოთ. ნელა მზე ჩადის. ოკეი ნო უნდა. რა უნდა? მიდე მან ჩუჩიანია გამიგე. წინა ორცხობი ხო გულის ფორმის იყო, ეს არის ყვავილის ფორმის. ძალიან გემრიელი და ფხვიერი იყო მართლაც რომ. აი ესე ჩემო ძვირფასებო. ძალიან კარგი იყო ნამდვილად. წელს პირველად მოვედით პლიაჟზე. ჩვენი ბარტყები ძესე მიირთმევდნენ ჩემს გამომცხვარ ბლინებს. სათვალეებში და ქუდებში. ძალიან უცნაურად მიყენია ტელეფონი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სხვაგან დაგდოთ. ის გავიკეთოთ. ხო და ვიბანავე, ლილე ვაბანავე თუ არა მაშინვე დაიძინა. ძალიან დაიღალა წყალი, ხო იცით რომ ძალიან გღლის. ახლა ამ კრემს წავისვამ დამატენიანებელს. პაჩებს მოვიტან დავიდებ. ეს ვიყიდე, იცით თქვენ წინა ბლოგშიც ჩვეულებრივი ნივია. ხო და ახლა დავხარჯო ეს. რეალურად სხვას ვიყიდი შემდეგში. არა იმიტომ რომ არ მიხდება, ძალიანაც მიხდება, ძალიანაც კარგია. უბრალოდ ცოტა ისეც ვიყიდი რა. ხელს შედარებით ეს კაისკელი არის. მაგრამ თავის საქმეს იდეალურად აკეთებს. მეგონა რომ დავიწვი. ხო განახეთ იქ კადრშიც რომ ციცად მქონდა. აღმოჩნდა რომ უბრალოდ ციცად მქონდა, გამიარა სახლში რომ მოვედი. აღარა მაქვს. ეგრე. კარგი იყო ძალიან ვისიამოვნეთ. ბავშვებმა განსაკუთრებით. უბრალოდ რო ვერ წვები ვერც მუცელზე, ვერც ზურგზე და ზიღარესე, აი იყო არაკომფორტული. ზაფხულში თურმე ორსულობა არის ძალიან რთული. ყველანაირი გაგებით სიცხის გამო, ასეთი სიტუაციების გამო, ისეთი სიტუაციების გამო. პაჩებს მოვიტან და მოვარ. დავიდოთ ცივი პაჩები. აი, იმდენი ქვიშა მოვიტანეთ სახლში. იმდენი ქვიშა მოვიტანეთ. რო რა ვიცი. Very Italian. არა. რას ვიძახდი ხსოსო. ორი ცალი ავიღე. მგონი ორი ცალია. არა.
რაღაცას ვიძახდი და გამაწვედინა მაიმუნა ბიჭმა. ეს ვიძახ. მაინც გონია რომ ორია. ისეთი თხელებია გოგო რომ თხელები გამომადგა. შემდეგში ვეცდები ცოტა სქელი ავიღო. ხო, მას ვიძახდი რომ საღამოს დაიწყეს ბუზებმა კბენა. ვაიმე. ბუზი როგორი მწარე, ბუზმა როგორი ისიცის. მწარე კბენა. ძალიან. ეს არის ალოეთი. კიტრით. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ალოე და კიტრი მახსოვს. ესე. ესე ჩემო ბატონო მელანო. ალბატონო მელანო. ვაიმე აქ არა ეს მაცივარში უკაცრავად. კაჩები მაცივარში. ამისი მაქვს დუშკელიც. და ეს არის მე ტანის ლოსიონი. ამასაც წავისმე უკვე თქვენს გარშემო. დაგემშვიდობებით ახლა და ვინც ამ ვლოგს ბოლომდე უყურეთ, სმაილები მინდა მზის. მზის სმაილები მინდა. შემდეგ შეხვედრამდე.